მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. მზათა ხართ? გაიგოთ თქვენი მომავალი, რა გელოდებათ. მაშინ მოთავსდით ლამაზად, იფიქრეთ თქვენზე. თქვით თქვენი სახელი, დაბადების წელი და ვნახოთ ამჟამად რა მდგომარეობით მოხვედი. ჩემო ამჟამად ცოტა არ იყოს არეული ხარ, ღრმად შეჭრილი ხარ, ცოტა ფინანსური პრობლემები გაწუხებს და სხვათა შორის გინდა რომ როგორ აღიდგინო ეს თავი, რომ წინ წახვიდე, ამის ფიქრები გაქვს. რა პრობლემები გაქვს? პრობლემა მაგაშია ჩემო კარგო, რომ გინდა რომ წარმატებული იყო, გინდა რომ ძლიერი იყო და კიდე რაღაცა ხელმოსაწერი საქმე გაქვს ეთყობა პრობლემაში, ამის გართულება გაქვს. გინდა რომ ახალი საქმე დაიწყო, რაღაცა ხელშეკრულება გააკეთო, რაღაცა ხელის მოსაწერი საქმე ჩანს აქა. კიდე რა ხდება? ჩემო კარგო, აქ გამოგდის ვიღაცა მამაკაცი. სიყვარულიც ამოგდის, თითქოს ამ მამაკაცით იკვებები, თითქოს რაღაცა სიმრავლეც მოგდის და სულიერი კარების გახსნებიც ამოგივიდა. მაგრამ რა იცი? ცოტა არ იყოს აქ ეშმაკობა, რაღაცა ხიტრობა, მილასავით ადამიანი ამოგივიდა და აქ ამოდის რაღაცა გულის გაციება. ან ხდება ვიღაცა მესამე პირი ერევა შენ ცხოვრებაში, შენ საქმეში. კარგი, თუ ეს გაშლა შენზეა, მაშინ მოусმინე. ნახოთ რა პრობლემები გაქვს, რა ხდება შენ ცხოვრებაში და ნეგატივებიც შევამოწმოთ. წარსულში რაც გაგიკეთებია ჩემო კარგო, თითქოს ყველაფერი წყალში ჩაყრილა. ამობრუნებული სახლი ამოვიდა. შეიძლება ამ სახლზე პრობლემა ქონდა, რაღაცა დანაკარგი გაქვს. აი ესეთი პოზიცია ამოგივიდა წარსულში. კიდე რა? ჩემო კარგო, არ ვიცი, რაღაცა ჩვევები ამოდის აქაც, ცოტა არ იყოს გადახრილი ჩვევებს ვხედავ, იმიტომ რომ გაძლიერება გინდა და რაღაცის შეძენა გსურს. ძალიან ბევრი ენა დადის, ან შეიძლება ძალიან ბევრს ლაპარაკობ, რომ გაძლიერდე და ძერი გაემაგრო, ჩემო კარგო, ცოტა ილაპარაკე. ისე წადიმოდი ფულები კი ჩანს, მაგრამ აურაც კი ჩანს, ჩემო კარგო ცუდი. შეიძლება თვალი კონდეს, შეიძლება და რაღაცა აურა გაქვს შემოპარებული ცუდი. კიდე რა ხდება შენთან? ბევრჯერ რაღაცა გზა მოგირჩევია, მაგრამ ჯერჯერობით სწორ გზაზე არ დგეხარ, ამობრუნებული გზა მოგივიდა, შენთვის წარმატება არ მოუტანია და ამჟამად ზიხარ და რაღაცა ბევრ რაღაცის მოთმენა გელოდება. კიდე ნახოთ რა გელოდება. ამოგივიდა აქ გოგონა, ეთყობა გოგოშვილი ყავს. გიშინია ამ გოგონას კარგი შანსები მოსდის სხვათა შორის. შანსები ელოდება, ან მოგზაურობა ელოდება სადღაც. კიდე რა გელოდება? მამაკაცთან ცოტა არ იყოს უნდობლობა ამოგივიდა, ჩემო კარგო, პატარა ნერვიულობაც კი ჩანს და ამაზე იყავი ფრთხილად. ამჟამად რა არის იცი? ვიღაცა ქალბატონი ამოგდის. როგორია იცი, თითქოს რა ვიცი არ გამოვიდა, ან ვიღაცას უღალატია, ან ვიღაცის მეუღლეა, რაღაცა ბრუტულად გიდგას. და სხვათა შორის ამის გამო შეიძლება შენც გელოდება რაღაცა განცდები. რას გაფრთხილებს კარტი? ჩემო კარგო,
თუ გინდა რომ ყველაფერი კარგად წაგივიდეს, რაღაცის ცვლილებას გთხოვს კარტი. ცვლილება უნდა მოახდინო შენ ცხოვრებაში. კარგი, ნახოთ ახლა 36 კარტში რა მოგივა. ახლა თქვი შენი სახელი, დაბადების წელი. ან თქვი, მაგალითად, ვისი გოგო ხარ, ამა და ამის გოგო, თქვი შენი სახელი. რა გელოდება? და დავიწყოთ. ხო. გულის ჯავრითა გაქვს საქმე. აქ ვიღაცა ცოლიანი ბიჭი ამოქივიდა, ჩემო კარგო. რაღაცა ელვისის სწრაფით ჩქარა. აქ რა მოგდის კიდე იცი, ფული გიჩანს. ან შორიგზიდან ფული მოგივა, ან შეიძლება ფულს აიღებ ხელში დაიჭერ და სადღაც გზაგელოდება. ამჟამად ან ბედგამონაცვალი, ან შავი ტიპია, ან ფორმიანია. რაღაცა საეჭოთ გიდგას. ამოგივიდა ხანში შესული მამაკაცი, ფული ამოგივიდა, დიდი სურვილი შესრულება კი გელოდება ამ მამაკაციდან, ჩემო კარგო, მაგრამ ბოლოს ამ მამაკაციდან კი იქნება ფული, სურვილი შესრულება, მაგრამ ბოლო პუსტა ამოგდის. შეიძლება ბოლოს ან დამთავრდეს, ან შეიძლება რაღაცა მოტყუება იყოს, რაღაცა გაპუსტავებები ჩანს. შებოლოს ვინ დაგამშვიდებს, იცი, რაღაცა გათხოვილი ქალბატონი. გათხოვილი ქალბატონია, ან არ ვიცი, ვიღაცა ქალბატონი ამოგდის კარგად. რაღაცა შეხვედრის დაობაზე პატარ-პატარა ხლაფორთები გელოდება. წადი-მოდი მოკლე გზები გიჩანს. რაღაცაზე პატარა გულის ტკენა გექნება. თხილად იყავი. სხვათა შორის ეს ფორმიანია, შავგვრემანია, ბედგამონაცვალი ტიპი ამჟამად თითქოს რაღაცა საქმეზე შეჩერებულია. რაღაც პუსტად დგას. ან შეიძლება სულაც მოვიდეს, შენ თვითონ გაუშვა პუსტად. ესეთი პოზიცია ჩანს. აქ ჩემო კარგო რა ჩანს, იცი, დიდი ინტერესებით ვიღაცა ცოლ-ქმარი ამოგივიდა. კი ჯავრობთ რაღაცას, ჯავრობ, მაგრამ რაღაცა სურვილი შესრულება აუცილებლად გელოდება. კარგი, გავაგრძელოთ, კიდე რა გელოდება. ჯერ ნახოთ ამ დღეებში კიდე რითი, ამ მოკლე ხანში რითი დამშვიდდები. აქ ამოგივიდა ჩემო კარგო ვიღაცა ქრევი ქალი. ან ქრევი ქალია, ან შავგვრემანიც შეიძლება იყოს. რა არის იცი, ძალიან გაბრაზებული და დარდით ან ავადმყოფობით დგას. აქ ვიღაცა ქალბატონია გათხოვილი, ამასთან ლაპარაკი. თითქოს რაღაცა სიხარულს ელოდებოდი, მაგრამ რაღაც სანერვიულო ამოდის კიდო ამ ქალბატონთან. მოკლედ, არეული გაგვთელი ცხოვრება და ჟამკარი. რა დაგამშვიდებს? ამ დღეებში მზად იყავი, რაღაცა პატარა სურვილი შესრულება გელოდება. ნახოთ კიდე. ჩემო კარგო, კარებს ისევ და ისევ ვიღაცა ქალბატონი გათხოვილი გიხსნის. გიჯავრობ, ნერვიულობ, მაგრამ ვიღაცა ქალბატონი გიხსნის კარებს. ჩქარი ფული გელოდება და დამშვიდება გელოდება. ფული მოგდის და მშვიდდები ამით. ერთი ცოლიანი ბიჭს ხედავ, ერთი ახალგაზრდა კიდე ბავშვი ბიჭი ჩანს ეტყობა.
რაღაც მოკლე გზა ელოდებათ ამ დღის გზა. შენ ძალიან არეული ხარ, ლაპარაკი გაქვს თითქოს კაზიონის ახლის დაობაზე, შეფერხება გაქვს, რაღაცა შეიძლება გაჭედილი იყო რაღაც საქმეებში, გაპუსტავებულით კი ხარ, მაგრამ ნელა-ნელა პატარა-პატარა რაღაცა საქმეებს აგვარებ. შენ სახლის ჭერი ამოგივიდა, ჩემო კარგო, არ ვიცი, ამჟამად შეიძლება რაღაც სურვილი შეისრულე სახლის ჭერი ჩანს. ნუ სწორედ დაგედგა სახლის ჭერი, თუ სახლის ჭერზე გაქვს რამე ფიქრი. დაჩქარი კი, ფული კიდე გელოდება. საინტერესოა, გავაგრძელოთ აბა კიდე რა გელოდება. გეუნები ჩემო კარგო, შენი სურვილები თითქოს ვიღაცა ქალიდან გისროლდება. გვერდზე გიდგება დიდი სიხარულით ვიღაცა ქალბატონი. ხალხში ამოდიხარ, მაგიდა, ახალი ამბები, სიხარული გელოდება ამ დღეებში, რაღაცა საქმის მოგვარებაც გელოდება. სამტოზე კი მიაღწიე, მაგრამ მეოთხე ტოზი ჯერ არ ჩანს. ნუ საქმეს კი აგვარებ, მაგრამ აი რო თქვა, რომ ბოლომდე მივიყვანე ჩემი საქმე და კარგად ავარო, არც ისე არ არის. მაგრამ ნუ გეშინია, აქ ყველაფერი კარგად ჩანს, ნათელში ჩანს, ხალხში ჩანხარ. რას გიტყვი კიდე? აქ გიჩანს უცოლშვილო პიროვნება, ბიჭი, ახალი ამბავი გელოდება, მაგიდა გელოდება, დიდი სიხარული გელოდება, წარმატება გელოდება ამ ბიჭთან. ახლა თუ ვიდეო მოგეწონა, აუცილებლად მოწონება არ დაგავიწყდეს. თუ პირველად ახარ, ჩემი არხის გამოწერაც არ დაგავიწყდეს. პირველი კონსულტაცია თუ გნებავს 557 64 38 81. შეგიძლიათ დამეკავშირდეთ. ნახვამდის.